მინდა რომ პირველ რიგში ეხლა 8 საათზე კობახიძის ბრიფინგი დაანონსდა, რაიმე მეტის ვიდრე თიკა რუხაძის შეცვლა, ბოლოდინი ხომ არ შეიძლება არსებობდეს და რა სიტყვით აი ამ სამთავრობო ცვლილებაზე. გამარჯობა, მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. ხო, წინასართულია რაიმე ვივარაუდოთ რა შეიძლება, თუმცა რა თქმა უნდა, თავარი ვარაუდი ალბათ აქეთკენ მიდის, რომ ამ შემცვლელზე ისაუბროს, ან მორიგ საკადრო ცვლილებებზე. პრინციპში ამას რამდენიმე წუთში გავიგებთ ერთად. თუმცა რაც შეეხება ამ საკადრო ცვლილებებს, ეხლა არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ აქ რაღაცა იდეურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს მინისტრი გამორჩეული იყო, გახსოვთ თქვენ რითი. რაც შეიძლება დიდი რეპრესიები კულტურის სფეროში. და ოღონდ ეს რეპრესიები არ უნდა იყოს მოულოდნელი. ანუ იმ ეტაპზეა უკვე ქართული ოცნება, რომ მას შემდეგ რაც სამოქალაქო საზოგადოებას თავს დაესხა, მედიას თავს დაესხა, პოლიტიკურ პარტიებს თავს ესხმის და ეს განგრძობადი პროცესია, არ შეიძლება რაიმე სივრცე დარჩეს, რომელიც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფალ სიტყვას იტყვის, თავისუფლად დაელაპარაკება ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ამიტომ რა თქმა უნდა კულტურაც ისე როგორც ეს ბათმა იდეურმა წინაპრებმა გააკეთეს, გულისხმობ რა თქმა უნდა კომუნისტებს, რომ მაქსიმალურად იქნეს გაჩუმებული და ძალიან საინტერესო პოსტი იყო ერთ-ერთი მხარდამჭერის ქართული ოცნების, რომელმაც გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ არავინ არ დაუჭირა მხარი თიკა რუხაძეს მიუხედავად იმისა, რომ თურმე რაღაც ისეთ კონცერტებს აფინანსებდა და ისეთ ღონისძიებებს აფინანსებდა, რომელიც არ იყო დასაფინანსებელი. ხო, ანუ ეს არის ქართული ოცნების სახე, რომ რაღაცა დააფინანსებენ იმ კულტურის იმ სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მათ მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები, ხოლო ის ვინც კრიტიკულად აზროვნებს და ბედავს რაიმე კრიტიკულის თქმას, რა თქმა უნდა, ისინი დაიჯებიან განიხილება. დრო და დრო არის სულ საუბრები, რომ აი თითქოს პრემიერის შეცვლის დრო არის, ახლა თქვენ ამის ამ ასეთ მოლოდინს რაიმე ნიშნები თუ არის, რაც შეიძლება გიჩენდეთ. ეს იცის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ მობეზრდა, ის აღარ სჭირდება კონკრეტული პრემიერი, არათუ შეცვლა შეუძლია, არამედ რუსთავის გზასაც შეუძლია ნებისმიერი გაუყენოს, როგორც ყავს ახლა ღარიბაშვილი გაყენებული რუსთავის გზაზე, ან ნებისმიერი სხვა მაღალი თანამდებობის პირი და ჩვენ ვნახეთ მაგალითად პატივცემული სუსის უფროსი, რომელსაც ძალიან დიდ თანხებს ედავებიან, ან ნებისმიერი მინისტრი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მოხსნას კობახიძის, კი, ნამდვილად შეიძლება, ეს ამასაც რა თქმა უნდა ვერ გეტყვით დანამდვილებით უპირებს თუ არა დღეს ხვალ ან უახლოს მომავალში, თუმცა კი, როდესაც ვთქვათ რაღაცა ივანიშვილის საჭიროებებს ეს დასჭირდება, ანუ ივანიშვილის მიზნებს ეს დასჭირდება, უფრო სწორად, რომ კობახიძე აღარ იყოს პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე კობახიძე აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი, ოღონდ ეს შეიძლება ირაკლი კობახიძემ თქვენზე გვიან გაიგოს. ხშირად ყოფილა ასეთ შემთხვევა, რომ თქვენ პრემიერების შემთხვევაში გვახსოვს, რომ მედია უფრო წინსწრებად იწყებდა ამაზე საუბარს და თავად მუდმივად უარყოფდნენ და სადღაც ეწეოდათ ეს ამბავი მათაც. ეს დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს, ხო? აი, როდესაც გახსოვთ წარდგენა იყო ყაველაშვილს, როგორ ეუბნებოდა აჩქარა, აი რაღაც სკოლის მოსწავლეებს რო ეტყვის მასწავლებელი და ახლობთ ეს უყურებს ის. კი ბატონო, ნახეთ რა უნდა იყოს ახლა შექმნილ ვითარებაში, თითქმის ყველას უსვამ ამ შეკითხვას, შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი თემა. ნახეთ გუშინ იურისტი მაია მწარიაშვილი იყო ჩემი სტუმარი, რომელიც ამბობდა, რომ აკვირდება რა პროცესს, ექნება შტაბეჭდილება, რომ პირველი ტალღა ხელისუფლების 20-24-ის შემდეგ იყო შეკრების თავისუფლებასთან ბრძოლა და ახლა გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლა. ამ შექმნილ ვითარებაში თქვენი აზრით რაზე უნდა კონცენტრირდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები? კი, ამ კითხვაზე პირადად მე დაახლოებით 2 წელია მაქვს ერთ და იგივე პასუხი ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც ქართული ოცნება რაღაც 1000 სიგიჟეს შემოგთავაზებს, ჩვენი ერთადერთი პასუხი ოპოზიციის უნდა იყოს მაქსიმალურად მეტად წამოწიოთ ადამიანების საჭიროებები. იმიტომ რომ ქართული ოცნება რას აკეთებს? ცდილობს რომ პოლიტიკაში მოკლას რეალური პოლიტიკა, ანუ ადამიანების საჭიროებები. რელსებიდან ამოგაგდოთ, ხო? აი, მე ამას გავიხსენებ, მაგალითად საზოგადოებას შევახსენებ აი მეორე რუსული კანონი, ეს ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ პარლამენტში მუშაობდი ლელოს აპარატში, როდესაც მეორე რუსული ანუ განმეორებით შემოიტანეს, თუ გახსოვთ, მაშინ ოპოზიციას ძალიან ჰქონდა წამოწეული სოციალური საკითხები და ერთ-ერთი
გადალაპარაკება, რომ ვეღარ ისაუბრებ. დღის ნაწილი იყო თვითონ აი საარჩევნო დემზადებოდნენ წინსწრებად. აი ესეთ საკითხები შემოგვს. რატომ იცით? აი ქართულ ოცნებას არ აქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ იზრდება ამ ქვეყანაში სიღარიბე. არ აქვს პასუხი იმაზე, რატომ არის ყელამდე კორუფციაში ჩაფლული. ქართულ ოცნებას არ აქვს პასუხი იმაზე, რომ თუ მაგალითად ერთ რაიონში წალენჯიხაში შეძლო კოალიციურმა ადგილობრივ ხელისუფლებამ ის რომ უფასო კვება დაიწყოს სკოლებში, რატომ არ შეიძლება ეს უფასო კვება დაიწყოს სხვა სკოლებში? არ აქვს ამაზე პასუხი, არ აქვს პასუხი მართლა აღვირახსნილ კორუფციაზე, ბავშვების მოხუცების ჯარის ძარცვაზე, აი ჯარის ძარცვაზე და ასე შემდეგ. ანუ იმ ხელწერაზე, რაც არის ქართული ოცნების და ისინი ცდილობენ, რომ გადაგვიყვანონ, აი აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ თქვენ, სწორი რელსებიდან. აი ჩვენ რას ვაკეთებთ? მე შემიძლია ლელო რას არასწორი ხა ამ შეფასებით კატეგორიაში არ შევდივარ, მაგრამ ზოგადად რელსიდან ამოგაგდონ ამის აი მაგალითად ამ წუთასაც მათ მიერ ეს თქო თავს მოხვეული საინფორმაციო ნაკადებში ეს თქო რაღაც ქაოტურად მოძრაობდეს პოლიტიკოსები. აი ამ წუთასაც გეტყვით რომ მაგალითად ჩვენ აქტიურად ხვდებით მოქალაქეებს, ამ წუთასაც ლანა გალდავა ხვდება ქვემოქართში აქტიურ ქალებს და მათთან აქვს შეხვედრა და ასე შემდეგ. აი გუშინ ფიქრია ჩიხაძე ირაკლი კუპრაძე პრაქტიკულად არ არის თბილისში, შემიძლია გითხრათ, ძალიან იშვიათად არის თბილისში და არის მოქალაქეებთან და ასე შემდეგ და სხვები და სხვები. ახლა დავიწყოთ ამ მხრიდან ეს არის მოსალოდნელ საარჩევნო ციკლთან მომზადებული შეხვედრა. ზუსტად იმიტომ რომ ეხა არჩევნები შესაძლოა არ ჩანდეს ესე ჰორიზონტზე. ჩვენ 28 არ არის. 28 კი, მაგრამ 2 წელია მანამდე. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ არასაარჩევნო პერიოდში და არა მაშინ, ოდესაც მართლა ხმები აინტერესებს მხოლოდ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსს, ამისთვის არ დავდივართ ჩვენ, ხო? 2 წლით ადრე არავინ არ ატარებს კამპანიას და დამერწმუნებით ამაში მრავალწლიან გამოცდილება გაქვთ პოლიტიკაში. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ეხლა ხვდებით მოქალაქეებს არის ის, რომ მათი საჭიროებები გავიგოთ კარგად, მათ შორის თქვენთან მოვიტანოთ ეს და თქვენი საშუალებით საზოგადოებას გავაგებინოთ. სხვათა შორის ძალიან ბევრი შემთხვევა მინდა გითხრათ, რომ როდესაც გარკვეულ საჭიროებებს გავაჟღერებთ, მათ შორის ეთერებით ან თქვა სოციალური ქსელის მეშვეობით, მეორე დღეს იქ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიდიან და იმის გაკეთებას იწყებენ. ამიტომ ეს მიმართულებაც არის ძალიან უბრალოდ მისვლაც კი ხელს უწყობს ხელისუფლების მხრიდან აქტიურობას იმ ადამიანებთან და მათ პრობლემებთან მიმართებაში? კი, გზებთან დაკავშირებთ, რომელიც მაგალითად 15 წელია პრობლემა, ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც აკეთებ აი შორს რომ არ წავიდე, ერთ მარტი მაგალითს გეტყვით, აი რუსთაველის გამზირზე, რომელზეც რეაბილიტაცია დაიწყეს, პირველი სკოლის მიმდებარედ იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, აი მიწისქვეშა გადასასვლელი შესაძლოა მოხდარიყო ტრაგედია და მას შემდეგ რაც ქეთი თურაზაშვილმა ჩაწერა ვიდეო, მეორე დღეს მივიდნენ და იქ უკვე მოაჯირი გააკეთეს და ის ადგილი არის უკვე უსაფრთხო. ამას გეუბნებით თბილისის შუაგულში. აი ამას ვაკეთებთ ჩვენ და ჩემი აზრით ეს არის ამ წუთას ოპოზიციის საქმე, ამას უნდა ვაკეთებდეთ, ეს უნდა გვეკეთებიან, ამასაც ვიტყვი. ეს უნდა გვეკეთებიან სხვა მრავალი წლის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ხალხთან და იმ 1000 სიგიჟეზე, რასაც ქართული ოცნება შემოაგდებს და ამას ბევრჯერ გააკეთებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წაყრუების პოლიტიკაც უნდა ანუ არასწორი სტრატეგია გქონდათ და ახლა ის უფრო ესე ვთქვათ რეალისტური საზოგადოებაზე ორიენტირებული გახადეთ, ასე შეიძლება? იცით რა, არასწორს ვერ დავარქმევდი, უფრო ვიტყოდი რომ აი როდესაც ხედავ რომ მიდის ქვეყანა არასწორი საგარეო კურსით, ძალიან რთულია იმ დღეს ისაუბრო მაგალითად რაღაც გზის პრობლემაზე. თუმცა ესეც აუცილებელია. კეთი თურაზაშვილმა რომ ეს ვიდეო ჩაწერა რა. კი, აი ყველა მიმართულებით. ნახეთ, ჩემი აზრი არის ესეთი, რომ ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. როგორც ყველა მიმართულებით უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა დავტოვოთ ბრძოლის არც ერთი ველი, ასევე ყველა მიმართულებით უნდა ვესაუბროთ და გავაგებინოთ ადამიანებს. იმიტომ რომ თუ ვიღაცისთვის არის პრობლემა საგარეო კურსის ცვლილება და ეს ამ ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქისთვის არის პრობლემა, ვიღაცისთვის არის პრობლემა ის რომ არ აქვს წყალი, არ აქვს გაზი, არ აქვს ინტერნეტი, არ აქვს გზა და არ აქვს ელემენტარული საჭიროებები. ამიტომ ამ საკითხების პოლიტიკიდან გათიშვა არის არასწორი, რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩემი აზრით და თვლი რომ ამ შემთხვევაში ლელო აბსოლუტურად სწორნაბიჯებს დგამს და ეს მეტი აქტიურობა მოქალაქეებთან არის აბსოლუტურად სწორი. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ ამ ყოველდღიური აქტიურობის მიღმა, რომელიც თქვენი საზოგადოებასთან კომუნიკაციაში აქტიურად ყოფნას გულისხმობთ, ქვეყანაში ბევრის მიერ არაღიარებული შეიძლება, მაგრამ როცა კრიზისია თითქოს ცალკე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს ხელისუფლება თავისი მომხრეებით და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი თავისი მომხრეებით. როგორ შეიძლება რაღაცნაირად აი ამ კრიზისის გადატეხვა და
შედარებით ნორმალურად საარჩევნო ციკლამდე მისვლა, მათ შორის იმით, რომ არ იყვნენ ამდენი პატიმრები, ეს წნეხით შემცირდეს, რაღაცნაირი ლაპარაკის ის გარემო შეიქმნას მათ შორის კონკრეტულ თემებზე, თუნდაც იმისთვის, რომ უფრო განორმალურდეს გარემო, რომელთაც თქვათ არჩევნებში მონაწილეობა აზრს შეიძენს, იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ ახლა ასეთ შემთხვევაში ამის აზრს ვერ ხედავენ. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ აი ამ საკითხზე, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, ჩვენ დაახლოებით 3-4 თვის წინ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და შეთავაზება იყო თქვენ. ეს იყო ხო ერთგვარი დოქტრინა, მონახაზი, აი რას გააკეთებდა ლელო ძლიერი საქართველო იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა ხელისუფლებაში და აღმოჩნდებოდა ასეთ კრიზისში, როგორშიც ვართ, ხო? ქართული ოცნებას და მათ შორის ოპოზიციასაც ჩვენ გავაკეთეთ ესეთი შეთავაზება, მოსაზრება, თუ რა უნდა იყოს გამოსავალი და გახსენეთ მაყურებელს, იმიტომ რომ მე კი მახსოვს, მაგრამ კი, არის ესეთი ერთადერთი გამოსავალი, როდესაც ასეთი პოლარიზება არის ის, რომ მოусმინოთ ერთმანეთს. მათ შორის რაც არ უნდა დაპირისპირებული იყოს მხარეები. გავმართოთ მოლაპარაკებებს. თუნდაც გავმართოთ მოლაპარაკებებს, არ გულისხმობს რაღაცა კონკრეტულზე ვთავაზობდით, რომ ეხა ეს გააკეთე და ჩვენ ამას გავაკეთეთ, ასე შემდეგ. უბრალოდ მოსაზრება, ერთადერთი სწორი გამოსავალი ესეთი კრიზისების დროს არის ის, რომ დაპირისპირებული მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. თქვენ გახსოვთ დამოკიდებულება იგივე ხელისუფლების და მათ შორის ოპოზიციის ნაწილისა. ხელისუფლების მხრიდან იყო რომ რაღაცა წავიდეთ ჩვენ და თურმე საკონსტიტუციო სამართლოს ვესაუბროთ, რომელიდანაც აკრძალვას გვიპირებენ. ოღონდ იმ პერიოდში მათ მოუწიათ ძალიან მძიმე საქმეები გამოვიდათ სააშკაროზე, ხოლო რაღაც ოპოზიციის მხრიდანაც არ იყო მთლად სწორედ დამხმარე. ახლა იგივე რეცეპტი გაქვთ? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ნახეთ რისი თქმა მინდა, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყოს მხარეები, აი მარტივი ანალოგია გავაკეთეთ ჩვენ. არ არსებობს სამყაროში დღეს ორი ადამიანი, რომელსაც ისე შეიძლება ეზიზღებოდეს ერთმანეთი, როგორც არის პუტინი და ზელენსკი. თუმცა ორივე მხარე იდეაში უშვებს ერთმანეთთან, რომ დაიწყებენ დიალოგს. აი ჩვენ რაც არ უნდა კრიზისი ვქონდეს, ხო უნდა მოვახერხოთ, რომ ხო უნდა ვიყოთ ცოტა უფრო ზრდასრული პოლიტიკა, ხო უნდა ვაწარმოოთ ოდესმე ამ ქვეყანაში. პასუხისმგებლობა ხო უნდა გქონდეს ორივე მხარეს, რომ კრიზისს დაუპირისპიროთ ბრჭყალებში მოლაპარაკება. კი ბატონო, მადლობა თქვენ. მადლობა თორნიკე.